აი შეხედეთ სხვა ბრიფინგებს, როდესაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს, ეგრეთ წოდებულ ბარიგებს. ვითომ რო აკავებენ, რა თქმა უნდა. ხო, ნაწილ-ნაწილ ხო არ ამბობენ ამას, გამოაქვთ პირდაპირ ამბავი და ავაკავეთ 15 კაცი, 18 კაცი ამ ოპერაციის დროს. არა მეგობრებო. ამ შემთხვევაში ჩვენს მაფიოზურ სახელმწიფოში და მაფიოზურ სისტემაში საქმე გვაქვს გაფრთხილებასთან. საქმე გვაქვს იმასთან, რომ როგორც ნათლი მამაში სივრცე დატოვებულია მოლაპარაკებისთვის, ანუ რეალურად შეთავაზება გაკეთებულია, შეთავაზებაზე უარი არის ნათქვამი პროდიუსერსა და მაიკლ კორლეონეს შორის, მერე მოდის გაფრთხილება. თუ არ დათანხმდები ამას, ეს მოყვება. ეს სისტემა ჩვენთან უკვე გამოყენებული არის, ამაზე დაწერილიც მაქვს ზუსტად მოსამართლეებთან მიმართებაში. ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ მას გადაწყვეტილების მიღებას თხოვდნენ სხვათა შორის უზენაეს სასამართლოში. და მეორე დღეს რაღაც ნახატი დახვდა თავის კაბინეტში. ნახატი, რომელიც თვითონ არ შეუტანია. მან ეს გაიგო როგორც გაფრთხილება. ანუ ეს არის, რატომ ღამის ბრიფინგი, რატომ არაპირდაპირ დაუკაკუნოთ და დააკავონ ვინც დასაკავებელია და ეს გითხრან, არამედ აი ესეთი უცნაური დაშიფრული გზავნილი. ბრიფინგი ინიციალების გარეშე, მერე თქვა, რომ არ არის ეს ცნობილი პირი, მერე დააკავება უცნობი პირის, რომელსაც როგორ შეეძლო მარტო მთელ ქვეყანაში 2 და 3 მილიარდი ლარი ეტრიალებინა. არ არსებობს ეგეთი რაღაც. ვიღაცა გააფრთხილეს. არც იყო ნაგულისხმევი ეს ბრიფინგი იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეგო ამ შემთხვევაში რაღაც ხალხს. ეს ჩვენთვის არ იყო.